Pitsvis მეექვსე დღე აგარაში ღირსეულის შრომითი პირობებისა და კომპენსაციის მოთხოვნით შაქრის ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. კაფიცუ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა. გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ მხარს უჭერენ კაფიცულების მოთხოვნებს და კომპენსაციას და კომპანიას მის შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება კომპენსაციის გაცემაზე, რომლის შესრულებაზეც დღეს კომპანია უარს ამბობს. კაფიცუს შეწყვეტის სანაცვლოდ კომპანია თანამშრომლებს 2 ტომარა შაქარს თავაზობს. ჩამოვედით სოლიდარობისთვის, აგარი შაქრაში დასაქმებულებისთვის, აქ არიან სხვადასხვა პროფკავშირული ჯგუფები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აგარი შაქარში დასაქმებულ თანამშრომლებს და მათ აქვთ მუდმივად ეს პრობლემა, რომ ქარხანა წამიდის კონსერვაციაზე, შემდეგ ისევ თავიდან ადამიანებს იყვანენ, დაბალი შრომის სტანდარტებია, დაბალი ხელფასებია და ეს ადამიანები იბრძვიან, ბრძოლობენ ღირსეული შრომითი უფლებების და ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და ვიქნებით სოლიდარული. მოთხოვნები იგივე დარჩა, ანუ შეპირებული დირექციის მხრიდან შეპირებული ბონუსის დარიცხვა, დირექციას ველოდებით რა პასუხით მოდის, რაღაც სავარაუდო პასუხს მაინც უნდა იმას აქნას თქვას დღეს. ეხლა შემოგვიერთდნენ სხვა მშრომელები, ჭიათურიდან ჩამოვიდნენ მაღაროელები და სოლიდარობა გამოგვიცხადეს, ტყიბულელებიც ჩვენს გვერდით არიან. უბრალოდ ძალიან დიდი დაკვალიანება გვინდა, რანაირად უნდა წარმართოთ ჩვენი შემდგომი პროცესი.